ჩემს მოტოზე kill switch-ი გაფუჭდა. სტარა ლამაზია და რომელიც საქართველოში ჩემი აზრით პირველი იქნება. ჯერჯერობით არ ვიტყვი რა. ისე კაი ბოიბენდი გამოვიდა და თქვენგან რომ გაგვირდებით. ნამდვილად ღირდა აქეთ წამოსვლა. სალამი მეგობრებო. მოგვადგა სეზონი და ვინ როგორ ემზადება სეზონისთვის მოდი ვნახოთ. მეც იმათ რიგებში წერი ვარ, აი ბოლო დღეებში რომ დავიწყე ფართხალი. ვყიდდი მანამდე მოტოს და რაღაცა არ გაიყიდა და სულ კარგად ბრძანდებოდეთ, ეხლა მოვხოდავ ისე როგორც მე მინდა. და პატარა რაიდიც მოვარტყათ. გავიკატაოთ. სალამი, რაშო, ვირო. ამოდი მაჩვენე შენი მოტო. აი ჯერ ჩემი რასედლმენი მივეცი, ჩემი კაი. კაი არა? ჩემი ნახე? რასაც მე ჯერ ვაკეთებ. ახალი სკამი აქვს. აუ, რომასიურია, ჩემი კაი. აუ, რა კომფორტულია, იცი? აი ძალიან კომფორტულია რა. ერთი ბათუმელი ბიჭია ბიჭო და ისეთი მაგარ ფაში მოცა ძალიან ჯიგარი ადამიანია. ფეირინგით ხო? ერთად მომცა ორიო. ძალიან კაია ბიჭო, რასაც თან ეს სკამი იჭერს რა, არ მეგონა ეს სკამი ხო ესე იმუშავებდა რა. მიყוდება შეგიძლია ბოლო დონეზე რა. დაი, ვი დაждები? კი. შედა. ამ ხელა მონსტრითაა მოსული ნახეთ. შე როგორ ემზადები სეზონის? ნელა, ვცდილობ რა გამოვიზაფხულო რა. მოტოზე რავი გააკეთე? მოტოზე რაღაცეები გავაკეთე კი, ზეთები დავცვალე, რაღაცა კალოთკები შევუცვალე. ნელა მიმყავს იმ კონდიციამდე, რომ ზაფხულში უკვე შემართებით. შეგრიალდე, მოდი ვნახოთ მოტოც. походу იყიდება კიდეც. მე მგონი ყველა იყიდება იმის დაინას გარდა. ჩემიც იყიდება. ხო, შენი ვნახე გასწავლე. დაგეგმილი რაიდი, მოსული ხალხი, მოტოები და ჩემს მოტოზე kill switch-ი გაფუჭდა. ეხა უნდა წავიდე ერთადერთი რაც ვახარებს. ზურას დაინათი უნდა წავიდე მაღაზიაში და ვიყიდო kill switch-ი და მოვიტანო. აგერ ხელმარჯვე ოსტატმა მე დავაყენე ხო და აღარ მომიწევს მოდიალი რა. ეს დრაივიც გამოდის ეხა ამ იმის რა ქვია დაინასი და თან საქმეც რა. აი! აი, რო. ისეთი ჯდომა აქვს ამ მოტოს რომ აი ჩემი ხო სპორტსტერია, არა ეს უფრო პატარა მგონია რა. ძალიან ადვილად სამართავია. იჰა! აუ, იმენა სახლში ვარ დივანზე წამომჯდარი ესე მგონია. ამ მოტოზე შეიძლება დიდ გზაზე დაგეძინოს კიდე. ზურა, ეს სარკეები, ესე შიგნით რატო გაქვს? შენ თავს უყურებ ხოლმე? ნარცის! დღევანდელი ვიდეოს თემა მქონდა ვინ როგორ ემზადება სეზონისთვის და პირდაპირ დაესწარით აგერ ინციდენტს. კამერა არ მქონდა ჩართული და დამაგრებული მოტოზე რა, რომ დავქოქე. მეთქი ცოტა წყალს გადავავლებ და ახალს კამს გავამარიაჟებ თქო რა. რო გავხსენი თავისი დაიქოქა. სტარტზე არ დამიჭერია ხელი. როგორც ჩანს ეს სტარტი არის გაჭედილი რა. ამდენი წვიმა ის რაღაც და გაიჭედა. დროთა განმავლობაში ეგრე მოსდის ხოლმე რა მაგნაწილს. ივედი დაბარებული რა სტატუსი დავწერე
1 საათით ადრე Facebook-ზე რომ ვისაც გინდათ პატარა რაიდი მეთქი ჰელმეტარიუმში მოდით, ხო და მოვიდა სასტავი ბიჭები ვიღაცები და დავტოვე ხა ისინი მე წამოვედი ნაწილზე. რამდენად გამოგვივა დღეს ახლა რაიდი უკვე აღარ ვიცი, მაგრამ მოკლედ ეს პრობლემა მაინც მოგვარდება რა. რო არ ყოფილიყო ეს პრობლემა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ რას ვიზავთ. რაც შეეხება ამ მოტოციკლებს ძალიან კამფეტია რა, ძალიან. მოკლედ ნახე აქ რა, რაც ჰქონდათ და ნამეტანი ჩინური არის, ხო და დროებით ეხა გავაკეთებთ ისე რომ პირდაპირზე დავაყენოთ ჩართვა გამორთვა და გამოვწერ ორიგინალს. მაინც მინდა გამოწერა ფეირინგის და რაღაცების და ბარემ მაგასაც ჩავსვავ კალათაში. კაი გასეირნება კი გამომივიდა, ესე უკანა გზაც ეხა გაასწორებს დარწმუნებული ვარ. ბერილომით. მაგარი დაინაა რა. ძალიან პრობლემურია ჰარლის ნაწილები, მოკლედ რა, საქართველოში და ნუ ბიზნესი ხო არ მოგვეხოდა. ჰარლის ნაწილები. აი ეგეც რო დაგვემატოს ახლა რომ პოლიციამ გამაჩეროს. ამოვშტერდები დღეს რა დღე აქვს. მოკლედ სანამ გამოვიწერდა ჩამოვა, მანამდე რო არ გავჩერდე. აგე რაღაცა სქემა მოიფიქრა, უმბამ. სეკრეტს მიკეთებს რა, კაროჩე, მაგრამ რაღაც სეკრეტი ვიღებ. აგა მე კაროჩე ამის სქემას დავდებთ რა. ხო, ვისაც გაინტერესებს სქემას დავდებთ. დაჯდებით დაკოქავთ რა. სქემა და ბუმბა ერთად გააქრე. ბიჭებო, როგორი რაიდი იყო, აბა? მე კი გამისწორდა. ამდენი სიარულის არ შეიძლება. აი პროზა შეხედეთ, აი რა ბედნიერია ტიპი, აი პროზა რა ბედნიერია. როგორ ჩაიარა თქვენ? აუ, ძალიან კაია რა, ძალიან კაი. ხო და რა უნდა მეთქვა, შეხედე? მოკლედ 60 მილს რო გადავაშორებდი, აი აქ მირტყავ და რაღაცნაირად ატრიალებს მაგ ადგილას. ზევითაც იგრძნობა. აქ ურტყავს, აი დაბალზე აზრი არ აქვს, ეს გიყენია თუ არ გიყენია. ლუკები არ უშვა. ხო და ერთი მინდა რომ ამით ჩავაჭირო, მე იქეთ წავალ სტოლგზაზე რა, იქეთ. რო მივხვდე მაღალ სიჩქარეზე რა ხდება. ვა! ცოტნემ გამოაგორა თავისი სიახლე. ნახე რა ბა. გამარჯობა. აი კაკრას რა თემაც გვაქვს დღეს? მაგ თემაში ჯდება ზუსტად როგორ ემზადებით სეზონისთვის ხო და ამაზე უკეთესად როგორ უნდა მოემზადო. რა შეიძლება? მაქსიმალურად მომზადებულია. როგორ განდები? შე როგორ ახარ ძმა? პროსტა ნახეთ რა ლამაზია, ჩემი კაცი. მომე რა, მომე კამერა, მომე. იე! და ძუოცავ. ამდენად დასრულებულია. ძალიან ლამაზი გამოვიდა რა. იჰა! მოკლედ ესე ხდება სეზონის წინ რა.
ყიდდით ბიჭები მოტოებს, სხვა მოტოები გვინდოდა. წელს რაღაც არაფერი არ იყიდებაო, ესე გავიგე. ხო და რადგან არ იყიდება? აი ესე მოვწკიფავთ ეხა მოტოებს. პროსტა რა ლამაზია და მივხვდი უკვე რასაც აკეთებს. ხო რა. მივხვდი. ვერ ხვდებოდი. დაჟე. თან ამას არ უყვარს ლაპარაკი, მაცადე ბიჭო, ვაკეთებ, ვიცი მე, ასე იცი. რა. ეხა უნდა მიხვდე შენით. გადგებიან თავზე და ეს ამას რატო შევი, იმას რატო შევი. პირველი ქათამი გაჩნდა თუ კვერცხი და რაღაცებს გეკითხებიან. აბა შენ ვითხარი, როგორ ემზადები სეზონისთვის? რაღაც სიახლეებს გვირდებით, იმიტომ რაღაცა პროექტი მაქვს დაწყებული ამ მოტოზე, რომელიც საქართველოში ჩემი აზრით პირველი იქნება. ჯერჯერობით არ ვიტყვი რა. ამას კამერის იქეთ გეტყვი. კაი და უკვე რა გაკეთებული? უკვე ჯერჯერობით არაფერი, პროსა სეზონისთვის მოვხოდე ზეთები, ყველაფერი ცვეთად ნაწილები შენი შევცვალე და დანარჩენს უკვე კარგი, მაშინ შევინახავ მოდკასტისთვის. მარა ნახეთ რა ლამაზია, ჩემი კაი რა. უკვე რა ლამაზია და რა გამოვა, ვნახოთ. სიზმრად მოგვევლინება როცა დაგვეცინება დღე მეორე. გამარჯობათ, დილა მშვიდობის. გუში ხო მაგრად მოვიარეთ, მცხეთა იმედია დღეს ეგრე მაგრა არ მოვივლით შიომღვიმეს ვაპირებთ და ვნახოთ. გამარჯობა ზურა. როგორ ახ? დეპრესიაში ვარ. რატო? გუში დაიღალე მცხეთაში? აუ, რამდენი ვიარეთ, ბიჭო, არ შემიძლია. საშინელება იყო, აი არ ვიცი, აი რაიდით მომბეზდებოდა, ვერ წარმოვიდგენდი და მომბეზდა. მისტერ პუმბა ჩავაყენეთ სათავეში. ამოცნილი ბიჭია. ფრთხილი ადამიანია. კარგი მოგზაური, კარგი ქართველი. რა ვიცი, რა გითხრა, შესანიშნავი თამადა. ძალიან ავიდია რა.
ძალიან გაასწორა რა. ძალიან კაი გზა არის მოტოსთვის. ძალიან ლამაზი. თუ ვინმე არ ხართ ნამყოფი გირჩევთ რა ვიცი. აი ბუკები როა კრუგში აი ეგმა ერთი, არა ორი მათ ეგეთი ერთი კუთვნილი. შვედიერი გამოსეირნება გამოვიდა და შემდეგზეც დავდებ რა იმაზე ინსტაგრამზე გავსთორავ და თუ ვინმეს მოგინდებათ შეგვიძლია მოვიფიქროთ სხვა ადგილიც რავი. მაგრამ პატარა დისტანციებზე ესე ასწორებს რა. აი კარგად რო დათმევა მე უკვე კემპინგებზე საქმადიჯებთ მეგობრებო. პრომპტად გამოსვლები. უეჭველი. აუხიო რამე დარჩა გასაკეთებელი რო გააკეთო? ჩემი ბაიკი ხა სათვალეს აკეთებს. არა ამას ზაგაკეთება ქვია შე. როგორი თავდაბალია რა. მაიმუნო რაღაცა აუ დეიწვას ლამაზი კაცის გაჩენა შეხედეთ. Backstreet Boys-ივით არ მოდიოდნენ. აუ ისე კაი boy band-ი გამოვიდა და თქვენგან რო გაგვირდებით. Show me the minute I'll be glows როგორ წაუჩოქა ნახე. ყოჩა. მანქანით შესვლა აკრძალულიაო, მოტოზე არაფერი არ წერია. და აღმართია რავი დასაძლევი. მაგარი ჩვენი წონებით. თული საქმეა. აი დედა. აი დედა. არა მე არა მე ცოტა ზემოთ დამეწყება აი მოსახოში ბიჭო აქ წონებში გვიჭირს ხალხს. ქუჩის კი რა ზედმეტი გვაქვს. აი ეგ უკვე იდეალური იდეა. დაჯდა ძალიან გაასწორა. ნამდვილად ღირდა აქეთ წამოსვლა. მადლობა გუშინდელ ცხეთას. ხო და მეგობრებო ისე გაასწორა. აი ესე ექსპრომტად ერთი დღით ან მაქსიმუმ ორი დღით ადრე დავწერ ხოლმე გავსთორავ რა. აუ ვისაც გინდათ შემეხმიანეთ. ვისაც გეცლებათ და აი ესე მოკლე მანძილებზე გავიდეთ რა. ნახევარი საათის გზა იყო ეხა აქამდე თბილისიდან. აქედან უკვე მეგობრები ვიშლებით რა, იქ აღარ გავჩერდებით. დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო და თუ დაალაიქებთ ვიდეოს და არხს გამოვიწევთ, ვაფშე მაგარი იქნება. აბა დროებით, ხალხო, თქვენს გემშვიდობებით. რატომ მშვიდობთ? სამნე ერთად ვართ და მე და ვიშალო მე გამჩერებელი აღარა ვარ და. არა, ხელმეთ არის. ეგრევე უნდა მოვხიოთ, არა? სახლიდან გამომაგდებენ. ძალიან გემრიელი რაიდი გამოგვივიდა მოკლედ რა. დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო. ვიდეო დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ. გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე, კარგად.